მოგესალმებით, ეს არის დისკუსია ნიკოსთან. ჩვენი სტუმარია დღეს ქალბატონი ეკა გიგაური, საერთაშორისო გამჭვირვალობის აღმასრულებელი დირექტორი. ქალბატონი ეკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით პოდკასტზე და იმედია საინტერესო დისკუსია გვექნება. დავიწყოთ იმით, რომ დღეს რაც ხდება საქართველოში, ხო? რუსული პროპაგანდა არის უდიდესი პრობლემა ქართულ პოლიტიკაში და ჩვეულებრივ დღის წესრიგშიც. რა მექანიზმები არის რუსული პროპაგანდისთვის მაგალითად წინააღმდეგობის გაწევა? როგორ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავწიოთ? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ძალიან კარგად შემუშავებული მექანიზმი, რომელიც რუსებს აქვთ და ამას წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში იყენებენ, ხო? ამიტომ ძალიან რთულია მასთან გამკლავება. არის რაღაცა ისეთი მეთოდები, კლასიკური მეთოდები, ხო? როგორც შეიძლება გაუმკლავდე, ეს არის ის, რომ უბრალოდ თუ კი ვრცელდება კონკრეტული ინფორმაცია და ხედავ, რომ ეს არ შეიძლება იყოს სიმართლე, არ დაუჯერო და გადაამოწმო, ხო? მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს პროპაგანდა არის დაკავშირებული ძალიან მარტივ თემებთან და სენსიტიურ თემებთან, ხო? ისეთ თემასთან, რომელიც ემოციურად განგაწყობს. მაგალითად, როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ თურმე ევროპაში ოჯახები არ უყვართ და რაღაცა ცუდი დამოკიდებულება არის ოჯახის წევრებს შორის და აი ეს არის რაც ევროპას უნდა საქართველოში და რა თქმა უნდა, ყველას ევროპაშიც და საქართველოშიც ყველას უყვარს ოჯახი და ოჯახის წევრები და გასაგებია რომ ამასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს რაღაცა ემოცია, ხო? როდესაც საუბარი არის მაგალითად იმაზე, რომ აი ევროპაში ხდება ის, რომ შეიძლება დაგაძალონ და შეიცვალოს სქესი, ხო? ესეც ხომ სისულელეა თითქოს, მაგრამ ადამიანებს გაუჩნდებათ შიშები ამასთან დაკავშირებით და ცხადია, ამაზეც შეიძლება არც გადაამოწმოს და ისე დაიჯეროს, ხო? განსაკუთრებით თუ კი ადამიანს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, სოციმედიასთან, თუ აი განათლების ესე ვთქვათ დონე ისეთი მაღალი არ არის, ხომ? აი ეს ადამიანები არიან, ვინც ექცევა ამ პროპაგანდის ქვეშ. კი, და ეს მართლაც ესე არის. აი საინტერესო იცი რა არის, აი რუსები რომ ამბობენ, აი რუსეთ არის სიწმინდე. აი ოჯახებს ისე უყვართ ერთმანეთი ყველა ეკლესიაში და ისე სინამდვილეში რუსული თვითონ რუსების ჩატარებული კვლევებით 5% დადის მარტო თვეში ერთხელ მაინც ეკლესიაში რუსეთში. საქართველოში არის 55% თუ არ ვცდები და ამერიკაში არის დაახლოებით იგივე. რა სისულელეა? აი ჩვეულებრივად ხა ევროპაში დიდი ალბათობით ესე არის, ხო? ეხა განსაკუთრებით ცოტა აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად პოლონეთში ძალიან ბევრი დადის ეს ვიცი, ცოტა ბალკანებში და ეს მართლა ტყუილია, ესე ჩვეულებრივ რუსული ტყუილი, მაგრამ ხალხი ამას იჯერებს, იმიტომ რომ აი მასობრივად უტევენ, იმიტომ რომ ეს პროპაგანდა ესეთი გებელსმა იცოდა ხოლმე ზუსტად ეს, რომ აი მასობრივად თუ აი დიდ ჯგუფზე დააკონცენტრირებს პროპაგანდას, გავადრო და დაიჯერებს. ისეთი ხო, და ხშირადაც თუ იმეორებ, ხო? კონდეთ ფაშისტებს, ხო? კი ბატონო. ეგა. ნამდვილად გადავიდეთ მეორე შეკითხვაზე, რაც გვაქვს. სანქციები. საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება დასანქცირდა რამდენიმე პირი მაგნიტსკის სიაშიც კი შევიდა, ბევრს კი ფინანსური სანქციები აქვს ამერიკისგან, ბრიტანეთისგან და სხვა ევროპულ სახელმწიფოებისგან. ეს რას ნიშნავს? აი, ცოტა რო აი კარგად ავხსნათ, აი, რას ნიშნავს, რომ დასანქცირდებიან ოფიციალური პირები? ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი მსოფლიოსთვის და მსოფლიოს მოდი ასე ვთქვათ განვითარებული ქვეყნებისთვის არის ძალიან აშკარა ის, რომ საქართველოში ხდება ცუდი რაღაცეები და საქართველოში კონკრეტული თანამდებობის პირები არიან ჩართულები ისეთ საკითხებში, როგორც არის ადამიანის წამება. ხო, მაგნიტსკის სიაში არ ხვდები თუ არ ხარ ჩართული ადამიანების წამებაში, ხო? თუ შენ ფიზიკურად ამას არ აკეთებ, ან გადაწყვეტილებას აკეთებ.
ვიხდებ, ხომ? ანუ შესაბამისად ეს ადამიანები ზუსტად ამიტომ შეიყვანეს მაგნიტსკის სიაში, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ჩვენი მოქალაქეების წამებაში, ცემაში და ეს არის საფუძველი ზუსტად ამის. ეხლა კიდევ ნაწილი ამ მაღალჩინოსნების არის დასანქცირებული, იმიტომ რომ მაგალითად აძლევდნენ ხმას არადემოკრატიულ კანონებს, ხო, რომლის მიზანიც იყო ის, რომ გააუქმო დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, ყველა იმ ადამიანს შეუქმნა პრობლემები, რომელიც განსხვავებულ აზრს ამბობს, ხო, მთავრობისგან განსხვავებულ აზრს ამბობს და საერთოდ არ მოწონს ეს მთავრობა. არიან დასანქცირებულები ის პირები, რომლებიც ჩართულები იყვნენ არჩევნების გაყალბებაში, ხო, არიან დასანქცირებულები ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ კორუფციაში, ხო, მეცაც მნიშვნელოვანი ხარ ამ ჩვენი ხშირად ამბობენ ხოლმე კლანი სასამართლოში, ხო, ანუ აი სასამართლოში ყავს მოსამართლეები, რომლებიც თავის მდგომარეობას იყენებდნენ იმისთვის, რომ ვიღაც ადამიანებისთვის გამოეტანათ უსამართლო გადაწყვეტილებები, ხო? და ფაქტიურად ესეც არის უფლებამოსილების გადამეტება, შენი მდგომარეობის გამოყენება საშენოდ ან ვიღაცის ინტერესებისთვის, ხო? ამიტომ ეს დღეს ჩანს, რომ ყველასთვის არის ძალიან ნათელი, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან თანამდებობის პირები, რომლებიც აი ესეთ საქმეებში არიან ჩართულები. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პრობლემა თვითონ ამ ხელისუფლებისთვის, მაგრამ ქვეყნის რეპუტაციისთვისაც, ხო? იმიტომ რომ ეს არ არის, ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა რომ საქართველოს იყოს ევროკავშირის წევრი და ეს ევროპული ტიპის დემოკრატია გქონდეს და მართვის სისტემა, ხო? ხა იქ ადამიანები პატარა გადაცდომის გამოც ამ ადამიანებს უშვებენ სამსახურებიდან და მიდიან მინისტრები, ხო, პრემიერ-მინისტრები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მათ აქვს ძალიან დიდი ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომ საჩვენებლად იმოქმედონ, ხო, მაგალითი იყვნენ ბევრისთვის, ანგარიშვალდებულები იყვნენ საზოგადოების წინაშე, უთხრან რას აკეთებენ, რისთვის აკეთებენ, სათხარჯავენ ფულს და ასე შემდეგ და არ გამდიდრდნენ იმის გამო, რომ აი ხელისუფლებაში არიან, იმ პოზიციაზე არიან და არ იყენებენ ამ თავის მდგომარეობას სათავისოდ, ხო? ამიტომ კიდევ ერთხელ ეს არის დიდი პრობლემა, ეს არის რეპუტაციული პრობლემა, ეს არის რა თქმა უნდა ასევე მექანიზმი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ ამ ადამიანებმა აღარ ჩაიდინონ ეს დანაშაული, ან სხვამ არ ჩაიდინოს, იმიტომ რომ სხვა მიცოდეს, რომ მასაც იგივე მოელის, ხო? მაგრამ თავარი არის ის, რომ თავარი დიდი გზავნილი არის ის, რომ ეს ხალხი მათთვის არის მიუღებელი, ისინი თავის ქვეყანაში მათ არ შემოუშვებენ, არ მისცემენ საშუალებას, რომ იქ იყიდონ ბინები და იქ ასწავლონ შვილებს და ასე შემდეგ. ანუ ეს ადამიანები მათთვის არიან მიუღებელი. კიდე ძალიან ბევრი ამ დასანქცირებული პირების შვილები დადიან ევროპაში, ჩვეულებრივად ის ან პარიზში სწავლენ, ან მიუნხენში, ან პრაღაში და ჩვეულებრივად ხარჯავენ იმ ფულს, რომელიც არის რეალურად ბიუჯეტიდან მოპარული და არა შრომით ნაშოვნი და ეს სანქციები აჩვენებს, რომ ამას ვეღარ იზამენ. ხო, ეხლა კი. დავინახეთ, რაც მოხდა, ხო, ეხლა ამ სანქციებით ეხლა გომელაური მაგალითად მაგნიტსკის სიაში არის და თუ არ ვწევი მისმა შვილმა რომ გადაურიცხოს ფული, არ შეუძლია. იმიტომ რომ ისიც დასანქცირებულია, კი, დასანქცირებული არის ყველა. ეხლა მინდა გადავიდე გამჭირვალობაზე და განსაკუთრებით არასამთავრო ორგანიზაციებზე. გასულ წელს რუსული კანონი იყო, რომელმაც ესეთი უნდა დარეგისტრებულიყავით აგენტებად მაგალითად, ხო? მაგრამ წელს ოფიციალურად ფაქტობრივად ყობახიძეს უნდა რომ აკრძალოს არასამთავრობო ორგანიზაციები, იმიტომ რომ თქვენი headquarters საერთაშორისო გამჭვირვალობის, რომელიც არის მაგალითად ამერიკაში, რომ დაფინანსება მოგცეთ, უნდა ყობახიძემ დაუდასტუროს და ნებართვა მისცეს. და ყობახიძემ თუ უარი თქვა, ვეღარ აიღებ დაფინანსებას, ხო? ხო, მოდი ასე ვთქვათ, ჩვენ ცოტა სხვანაირი სტრუქტურით ვმუშაობთ, მაგრამ მიზანი ეგ აქვს. ანუ ჩვენ არ ვიღებთ დაფინანსებას ჩვენი სათაო ოფისიდან და ჩვენ ყავს 98 ქვეყანაში წარმომადგენლობა. 98-ში. და ის ახლა რამდენიმე კანონი მიიღო, ხო? ერთი არის გრანტების შესახებ კანონი და აი ამაზე, რასაც შენ საუბრობ, ზუსტად ეს არის, რომ თუ კი მაგალითად რომელიმე მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ დავეხმაროთ
კონკრეტულ ადამიანებს უფასო იურიდიული კონსულტაციით, ხო? და ამისთვის ჩვენთან გააფორმებს პროექტს, ხო, იმიტომ რომ გასაგებია რომ გჭირდება ადვოკატები, რომლებიც უფასოდ მოემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს, ხო? ამ შემთხვევაში მან უნდა კითხოს ამ რომელიმე ქვეყანა, ის იქნება გერმანია თუ შვედეთი თუ დანია და ასე შემდეგ, მან უნდა კითხოს ყობახიძეს ეს დახმარების პროექტი უნდა დაიწყოს თუ არა და ვინ უნდა განახორციელოს, ხო? ანუ ყობახიძის ახლა წარმოიდგინე ყობახიძეს რო კითხონ რომ კითხოს რომელიმე დონორმა რომ მე მინდა რომ აი ეს აქციების პერიოდში თუ კი ვინმეს დააკავებენ იმის უფლებები იყოს დაცული და ამისთვის მე დავიქირავებ უბრალოდ გავაფორმებ პროექტს რომელიმე ორგანიზაციასთან რომლის ადვოკატებიც დაიცავენ ამ ადამიანების უფლებებს, ხო? ანუ ხო იტყვის რომ არაო იმას ხო ურჩევნია რომ დაჩაგროს ეს ხალხი, აწამოს ეს ხალხი და ვერავინ ამის შესახებ ვერ გაიგოს და ვერავინ დაეხმაროს ამ ადამიანებს, ხო? და აი რაღაც მაინტერესებს ახლა და მე მგონი ძალიან ბევრს აქვს ეს შეკითხვა. თქვა და ხვალ დაგხურეს. აი, დაგხურეს, აკრძალეს, რაც არ უნდა გააკეთონ. გეგმა რა არის? აი რა არის? რას გააკეთებ თუ ხვალ მიიღეს კანონი ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა, რომ ყველანაირი არასამთავრობო ორგანიზაციის საქართველოში დღეიდან იკრძალება. რა ხდება? იცი რა არის ახლა ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ, მათ შორის აი დაცვაზე როცა არის საუბარი და აქციების დროს დაკავებულ პირებს რომ ვიცავდით და აი ვეძებდით პირველ რიგში მათ რომელ განყოფილებაში იქნებოდნენ, მერე როცა პოულობდით, მერე ექიმები რომ ისულიყვნენ ამაზე ვაქტიურობდით, მერე შემდეგ სასამართლოში მივყვებოდით ამ ხალხს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ბევრი ესეთი მოქმედება არ იყო გაწერილი არც ერთ პროექტში არსად, სადაც რაც ჩვენ გვქონდა და მაგრამ ამას აკეთებდნენ კონკრეტული ადამიანები, იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ ეს საკითხი და ეს ამბავი რომ ვიღაცა იჩაგრება უსამართლოდ უბრალოდ გვაწუხებს. ამიტომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და ნუ ჩემი კოლეგები გასაგებია რომ სხვადასხვანაირი ტიპის ორგანიზაციები არსებობს, ჩვენთვის არის მთავარი რომ დავეხმაროთ დაჩაგრულ ადამიანს. ამიტომ ეს პროექტები გვექნება ჩვენ მაინც და მაინც თუ არ გვექნება, ადამიანები და იურისტები ხო იქნებიან, ხო? იმას ხო თავისი ცოდნა აქვს და შესაბამისად ამ დაჩაგრულ ადამიანს რომ ნახავს, წავა და დაეხმარება არაფრის გარეშე. ასე ვაპირებთ. ეხლა გასაგებია რომ ყველანაირი ბერკეტი შეიძლება შემოიღოს მთავრობამ და უბრალოდ ინდივიდები აკრძალოს, ხო? ანუ რაღაცა საქმიანობა აკრძალოს. ხო, ანუ ადამიანები აკრძალოს, ახლა ხშირად ჩემზე არის საუბარი ამას იმას გავაკეთებთ, რომ ამან არ იმუშაოს, რომ გააქრეს, რომ განადგურდეს, ხო? ხშირად არის ხოლმე ჩემზე, რა ვიცი, ხან პრემიერი საუბრობს, ხან პარლამენტის თავმჯდომარე, რა ვიცი, ნუ ეგ ადამიანები მოკლედ რა და გასაგებია რომ რაღაცა შეიძლება მოიმოქმედონ კიდევაც და კონკრეტული ორგანიზაციები აკრძალონ, მაგრამ ახლა ჩვენ რასაც უყურებთ ეს აქ არ არის საუბარი ორგანიზაციებზე, ხო? ესენი არიან ორგანიზაციები, ხო, ადამიანებისგან შედგებიან და ეს ადამიანები მაინც იქნებიან, მაინც ვართ. და ჩვენი გაჩერება ძალიან რთულია, მოკლედ, იმის გამო, რომ სხვა საქმეს ვემსახურებთ. მათთვის ეს გაუგებარია პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ თვითონ არიან დიდ ფულს აკეთებენ, კორუფციაში არიან ჩართულები, ბიძინაც ფულს უხდის და ანუ სულ და ბიძინასაც ალბათ ის დამოკიდებულება აქვს, რომ აი ახლა მე ამას ვიყიდი, ფულს გადაუხდი და ალბათ ფულს თუ არ გადაუხდი, ის არ გამიკეთებს, ფულს გადაუხდი და ის გააკეთებს და ჩვენ აქეთ მხარეს ასე ხო არა ვართ, არა, ჩვენ რაღაც უფრო დიდი იდეისთვის ვიბრძვით, იდეალისტები ვართ, გვინდა რაღაცა ყველასთვის უკეთესი ქვეყანა, ხო? ანუ ახლა მეც ვფიქრობ, რომ ნუ არა უშავს ახლა ვიღაცას არ მოვწონვარ და არ გვეთანხმება და შეიძლება რა ვიცი შეურაცხყოფაც მოგვაყენოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო ისიც კარ ქვეყანაში იცხოვრებს, საქართველოს რო ევროკავშირის წევრი გახდება. იმასაც ხო მაღალი ხელფასი ექნება, იმასაც მაღალი პენსია ექნება. ამიტომ გეგმა B ეს არის გაგრძელება მუშაობის წინააღმდეგობის გაწევა, არ შერიგება და მე მგონია რომ ასე როდესაც იბრძვი ამ ბრძოლას იგებ კიდევაც. კიდე ეს ნამდვილად ეს არის ჩემი აზრით, ეხა რაც არ უნდა მოხდეს, წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება, მაგრამ ახალგაზრდებზე მინდა აი ცოტათი ეხა ყურადღება გამოვხდო, ახალგაზრდები ძალიან ხშირად გადიან ქუჩაში, ვისაც იჭერენ, თქვენთან მოდიან დასახმარებლად და გინდათ დაიხუროს ყველა არასამთავრობო, მაინც იქნებათ
ის დახმარება, რასაც თქვენ უწევთ. მაგრამ თვითონ ახალგაზრდებს ახლა რა შეუძლიათ რომ გააკეთონ, რომ მაქსიმალურად იბრძოლონ, მაქსიმალურად გაიმარჯვონ ამ ბრძოლაში. ყოველდღე იკეტება რუსთაველი, მე მგონი ბოლო თითქმის 200 დღე არის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი არის გასაკეთებელი, რადგან შეიძლება რომ უფრო მეტი გაკეთდეს. თქვენ ასე იტყოდით. ხო, მე მგონია რომ ახალგაზრდები არიან ძალიან უნიკალურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მე მაგალითად ახლა რუსეთი და საბჭოთა კავშირი მახსოვს. ხო, აი რუსულიც რუსულადაც ვლაპარაკობ, მესმის იქ რას ლაპარაკობენ, შეიძლება ანუ რაღაცა ეს ძველი პერიოდის განმავლობაში რაღაცები ცუდიც შეიძლება დალექილი გქონდეს ჩვენ თაობას, ხო? მაშინ როდესაც ახალგაზრდებისთვის ეს არის რაღაცა უცხო, ხო? მათთვის ეს რუსეთი და რუსული კულტურა გაუგებარია, მათი პროპაგანდაც მათზე უფრო ნაკლებად იმუშავებს, ანუ გაუგებარია ის ენა, რა ენაზეც ისინი საუბრობენ, ხო? არც რუსული იციან, უფრო ინგლისური იციან, ევროპული სხვადასხვა ენა, ხო, ფრანგული, გერმანული, ასე შემდეგ და აბსოლუტურად სხვა გარემოში და სხვა ვითარებაში ცხოვრობენ და ეს არის ახალი თაობა, რომელიც ბუნებრივად არის ევროპელი, ბუნებრივად არის თავისუფლების მოყვარული, იმიტომ რომ ისეთ დროს დაიბადა, როდესაც არ ახსოვს ის ასე ვთქვათ რეპრესიები და საბჭოთა კავშირი და შეზღუდვები და ასე შემდეგ. ამიტომ თქვენ ხართ უფრო თავისუფალი თქვენს საქმიანობაში. ბევრი წელი იყო აქ საუბარი თითქოს ახალგაზრდებს პოლიტიკა არ აინტერესებს, სინამდვილეში აინტერესებთ, ხო? შეიძლება რაღაცა რა ვიცი, მაინც და მაინც რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის რომელიღაცა პროგრამის რაღაც ნაწილში აი ეს ღრმათ არ შევიდნენ, მაგრამ საერთო ჯამში ქვეყანას ადმიდის და რუსეთში გინდა ცხოვრება თუ ევროპაში, აქ ხო ამას ეს საკითხი ნამდვილად აინტერესებთ. ამიტომ მე მგონია რომ მეტი ენერგია, მეტი ინიციატივები, პასუხისგებლობის აღებაც, ხო? აი თითქოს რაღაცა როცა ახალგაზრდა ხარ, თითქოს ამის ცოტა გეშინია, მაგრამ რა ვიცი, შეცდომების დაშვებაც არ არის პრობლემა. ხო? შეცდომებს უშვებს ის, ვინც არ მუშაობს, არ ცდილობს და როდესაც ეცდები, ხო, ხან კარგად გამოგივა, ხან ცუდად გამოგივა, მაგრამ რაც თავარია, წინ მიდიხარ. გაერთიანება სტუდენტური ჯგუფების არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთად გაერთიანება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ რა ვიცი, ხლა მე მართალი გითხრა, არ ვიცი ზუსტად რა რესურსი და როგორ ხდება, როგორი ურთიერთობა აქვს ამ ჯგუფებს ერთმანეთში, მაგრამ მე მგონია რომ ყოველთვის ამ ქვეყანაში წამყვანი როლი სტუდენტებს და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს ჰქონდათ და ეხლაც მე მგონი არ უნდა შეიცვალოს არაფერი. კი, ეს მართლაც ესე იყო, ხა 2003-ში მახსენდება კმარას მოძრავი მახსენდება, ეს თითქმის სტუდენტური იყო და სტუდენტებმა რეალურად ახალგაზრდება მოაშორეს შევარდნაძის ხელისუფლება, რომელმაც არჩევნები გააყობა და თითქმის იგივე ხდება დღეს, მაგრამ ისაა განსხვავება ჩემთვის, რომ ეს სიტუაცია, რაც საქართველოში არის, ძალიან დიდი ხანია, რაც დაიწყო, მე ესე ვფიქრობ. თავიდან როცა ეს მთავრობა მოვიდა 2012 წელს, ყველა ამბობდა, რომ ეს არის პროევროპული მთავრობა, ესენი ევროკავშირში შეგვიყავენ, ნატოში და ჰაი თუით, მაგრამ ესე არ აღმოჩნდა როგორც არის აშკარა, ესენი არიან ჩვეულებრივი რუსები, ესენი არანაირი ევროპელები არ არიან. ხო, მაგრამ მაშინ ცოტა სხვა პერიოდი იყო. მაშინ იყო 7 პარტია იყო, მაშინ ის კოალიცია იყო, ის არ იყო ერთი პარტია. კოალიცია ქართული ოცნება იყო, ხო, მაგრამ იქ იყო პარტიები, სხვა პარტიები, რომელთა ეხლა ევროპულ მისწრაფებთან დაკავშირებით არავის არ ქონდა კითხვის ნიშნები, ხო? რაღაც დროთა განმავლობაში ამან მოიცილა ყველა ეს პარტია და დარჩა ეს მარტო. ანუ აი ეს არის ზუსტად საიდანაც იწყება უკვე კითხვები, რომ რატო ხდება ეს ყველაფერი და თავისივე კოალიციის წევრები ძალიან ცუდათაც მოიცილა, ხო? ბევრზე გამოძიებაც დაიწყო და ასე შემდეგ, ამიტომ უკვე აშკარა იყო, რომ რაღაცა ხდება არასასიამოვნო და ნუ ცხადია, ხა, როდესაც რუსი ოლიგარქის ხელში ჩავარდება ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს დაბალანსების სისტემა, ანუ არაფერი არ აბალანსებს, უკვე ძალიან დიდი პრობლემაა. კიდე, აი, როდის გახდა აშკარა, რომ აი ესენი არიან პრორუსები და ესენი არანაირ ევროკავშირში არ შეგვიყვანენ და არანაირ ნატოში. როდის გახდა ეს აშკარა? იცი რა არის, მე ვარ ცოტა ისეთ უნიკალურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ჩემი კრიტიკა, როდესაც დაიწყო თვითონ ბიძინა ივანიშვილმა, მაგ დროს არავის სხვას არ აკრიტიკებდნენ და მე პირადად მახსენებდა და მე თავს მესხმოდა მე და კიდევ ორ ადამიანს, ხო? და ეს
თუ არ ვცდები 2016-ში, 2015-შიც კი ხდებოდა, 2014-შიც კი, ანუ თავიდანვე, იმიტომ რომ ჩვენ ხომ როგორ ვართ, მიუხედავთ იმისა, რომ როდესაც ეგენი ოპოზიციაში იყვნენ, ძალიან ხშირად ჩვენ მოგმართავდნენ კიდევაც, როდესაც იჩაგრებოდნენ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ანუ ჩვენი როლიც ეგ არის, ხო? ახლა ვინც ხელისუფლებაშია, მე იმას მიხედო, იმას შეხედო, ტენდერებს როგორ ატარებენ, არის თუ არა კორუფცია, ადამიანის უფლებებს არღვევენ თუ არა და ასე შემდეგ. ახლა ჩვენთვის საბოლოო ჯამში ვინ იქნება ხელისუფლება, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ ახლა გამონაკლისია, რა თქმა უნდა, ის რომ რუსული არ უნდა იყოს, ახლა რუსული ხელისუფლება, ხო? ხო და ამიტომ ჩვენი კრიტიკა ძალიან ადრე ჩემი პირადადაც ჩვენი კრიტიკა ძალიან ადრე დაიწყეს. მე მგონია რომ ყველასთვის უფრო მეტად აშკარა გახდა ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ისინი დადგნენ საფრთხის წინაშე, რომ არჩევნებს წააგებდნენ. ანუ კონკურენტი გაუჩნდა ისეთი, ხალხმა კითხვების დასმა დაიწყო, ხო? ანუ აი რაღაცა ისეთი პროცესები განვითარდა, რომ ისინი დადგნენ საფრთხის წინაშე, რომ შეიძლება წააგონ არჩევნები და ვეღარ შეინარჩუნონ ძალაუფლება. მე ვიტყოდი რომ ძალიან აშკარა იყო 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ძალიან აშკარა იყო, იმიტომ იქ უკვე ფაქტურად აგებდნენ, მეორე ტური იყო და ძალიან ცუდ ვითარებაში იყვნენ, მაგრამ იქამდეც უკვე იკაბეთებოდა ეს ყველაფერი, მათ შორის მათი დამოკიდებულება დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით, ხო? იმიტომ რომ დამოუკიდებელი მედია რა არის, ხო? ანუ იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ხელისუფლებაში არის და ძალიან დიდ აუდიტორიაზე გადის. ამიტომ მათთვის პრობლემა გახდა დამოუკიდებელი მედია, რომ არ ყოფილიყო, ხო? იქ რუსთავი ორის პროცესიც განვითარდა, შეცვალეს მფლობელები და ასე შემდეგ, ხო? ეს რაღაცა ცუდი პროცესი იყო მანდაც. ამიტომ ეს, ნუ ჩემთვის პირადად ალბათ აი ეგ პერიოდი იყო, თუმცა რა თქმა უნდა, მოლოდინი რომ რუსი ოლიგარქი რაღაცა ისე დემოკრატიულ მართვის სისტემას ჩამოაყალიბებდა და რაღაცას მოახერხებდა ქვეყანაში, ალბათ არავის არ ქონდა 2012-ში მაინც მთავარი ის იყო, რომ იქ ძალიან ბევრი პარტია იყო და ზოგი პარტია იწვევდა დიდ პატივისცემას, ხო? ამიტომ თითქოს იმ მომენტში რაღაცა კითხვები არ ისმოდა ამასთან დაკავშირებით უმრავლესობაში და ნუ გაიმარჯვეს ეს არჩევნები, ხო? არჩევნებში. კი, მართლაც ესე არის, კოალიცია ქართულ ოცნებაში მახსოვს ალასანიანი ცალკე იყო, რესპუბლიკელები ცალკე იყვნენ, რაღაც კონფლიქტები იყო თუ არ ვცდები 2014-ში ერთ-ერთმა რომელიც თუ არ ვცდები რესპუბლიკელებმა დატოვეს და მე თავისუფალ დემოკრატებმა. ხო, ეგენი არ მახსოვს, მაგრამ ან ერთმა და შემდეგ უკვე მეორე. და თვითონ თქვეს რომ ამათმა ევროატლანტიკურ გზას გადაუხვიეს და ჩვენ ამიტომ დავთ კოალიციასო, მაგრამ აღმოჩნდა ისე რომ ამორჩეველი ამ პარტიებს ყველამ ქართულ ოცნებას მისცა შემდეგ არჩევნებზე ხმა. ხო, ხა 2016-ში თუ არ ვცდები ერთ-ერთმა ბარიერი ვერ გადალახა, ვერც რესპუბლიკელებმა, ვერც თავისუფალი დემოკრატები ახლოს იყვნენ, 4.7% ჰქონდათ. მაგრამ ეს გარუსება ჩემს დაიწყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზუსტად იმიტომ რომ მან დავინახეთ პირველად მასობრივი დარღვევები. აი კარტოფილი და ხალხი პირველად მათ გამოჩნდა, ხო? კი, ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა ნამდვილად გაიმარჯვა, მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი ამბობს, რომ ოცნების გარშე ვერ გაიმარჯვებდა, იმიტომ რომ რესურსი არ ექნებოდა, რომ არა, მოდით ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, ახლა იმას ტექნიკურად კი ერქვა დამოუკიდებელი კანდიდატი, მაგრამ ის ოცნების კანდიდატი იყო. ოცნების კანდიდატი იყო. კი ბატონო. და რატო გააკეთეს, მაინც არ მესმის, თავით კანდიდატად რატო წარადგინეს, აი ნუ ეს რაღაც თამაშს ეხლაც ვხედავთ, ხო, რაღაცა თამაშობენ, რომ აი თითქოს ევროპა უნდათ, მაგრამ ყველაფერს რაც აკეთებენ ანტიევროპულია, ხო? და რაღაცა დეზინფორმაციას ავრცელებენ ევროპასთან დაკავშირებით, თითქოს ამერიკა უნდათ, მაგრამ მე რაღაც საშინელებებს ეძახიან მაღალჩინოსნებს ამერიკის და ვიცი, მაგრამ როგორ იგივე, ხო, გაშავებით არიან დაკავებულები სხვადასხვა მაღალჩინოსნების ამერიკის მხრიდან და მათ შორის ელჩისაც, ხო? ამიტომ იქაც თითქოს აი ესეთი დემოკრატიის თამაში იყო, რომ აი ჩვენ ახლა აი ვანახებთ, რომ რაღაცა ჩვენ არ გვინდა ვითომ ეს ყველაფერი და გვინდა შეგვიძლია დამოუკიდებელი კანდიდატი ყავდეს. ოღონდ ეს არ იყო დამოუკიდებელი კანდიდატი, ხო? ეს ხო ყველაფერი ფასადი იყო. ჩვენ მაშინაც ვაკვირდებოდით არჩევნებს და მაშინ ძალიან რთული არჩევნები იყო. ახლა ერთის მხრივ თვითონ სალომე ზურაბიშვილიც საუბრობდა იმაზე, რომ აი მასზე როგორც ქალზე
რაღაცებს ლაპარაკობდნენ, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაშიც იგივე სადამკვირვებლო მისიებზეც ის ძალიან დიდი ზეწოლა იყო, ხა მეც რაღაცა მემუქრებოდნენ, რომ აი შენ რო ეს თქვი, შენ რო ის, ანუ ეს იყო ხო მართლაც 2018 წელი იყო ისეთი, როცა აი ყველა მივხვდით, რომ ეს რა ხდება. ანუ რაღაცა წითელი ხაზები იყო მნიშვნელოვანი, რომელიც გადაკვეთეს და უკვე ყველამ ვიცოდით, რომ ეს ამით არ დასრულდება ეს ყველაფერი. კი, ეს მართლაც ეს იყო 18-ში თანაც აი კატასტროფა იყო 2018 წლის არჩევნები. ეხლა თანაც ეს იყო რეალური შანსი რომ ოპოზიციას გაემარჯვა და მე ვფიქრობ რომ აი დარღვევებით, აი საუმეზროების მგონი 0.80% თქონდა, 0. უფრო მეტი ქონდა ვიდრე ვაჩაძეს, ხო, ეხლა მაგ არჩევნებში. დიდი ალბათობით ის მოხდა რომ დაარღვიეს ბევრი რაღაცა და დაიწყეს ეს კარტოფილით ახვია, ესე გაიყვანს სალმა პირველ ადგილზე. ეგრო არა, ვაჩაძე იქნებოდა პირველ ადგილზე და ანუ ჩამოიშლებოდათ კომისიები ჩვეულებრივად და ესე ვფიქრობ, რომ დღეს სხვა რეალობა იქნებოდა ქვეყანაში. ეხლა მინდა ამ არჩევნებზე გესაუბროთ, ეს არის ჩვენი დისკუსიის საბოლოო თემა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხო იყო კატასტროფული გაყალბება. რა მაინტერესებს ხა თქვენგან? ეს არისო აშკარა წინასაარჩევნო კამპანიაზე რაღაცისთვის ემზადებოდნენ რომ არჩევნები მოეპარათ? იმიტომ რომ ეხა ჩემთვის ამ არჩევნების დროს ხა მე არასდროს არ დავიჯერებდი რომ ივანიშვილი წავიდა არჩევნებით. ხო. არისო ეს აშკარა რომ ივანიშვილი გააყალბებდა არჩევნებს. რა თქმა უნდა შეეცდებოდა. ოღონდ ჩვენ ვიცოდით კლასიკური გზა ხო, როგორ შეიძლება რომ გაეყალბებინ, რაც ასევე ძალიან დიდი გავლენა აქვს რა ამ მრჩეველზე. მაგალითად ის რომ სინამდვილეში საქართველოში არჩევნებს ატარებენ სპეცსამსახურები, ხო? ანუ სუსი ატარებს რა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. აი აბსოლუტურად არ არის, შეიძლება რაღაცა ტექნიკურ რაღაცებს აკეთებენ და ეხმარებიან სუსს, თორე სინამდვილეში ხა ამ არჩევნების ჩამტარებელი ორგანიზაცია და ორგანო არის სუსი. ის როგორ აგროვებდნენ ისინი პერსონალურ ინფორმაციას, მასწავლებელი იქნება თუ სკოლის დირექტორი იქნება თუ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, ან ის ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებიც გამოძიების ქვეშ არიან, ხომ? ანუ რაღაცა სიები, რომელიც სადაც მართვის მოწმობა წართმეული პირები იყვნენ, რომელიც ასევე შეგიძლია რომ გამოიყენო და დაუბრუნო ის მართვის მოწმობა და მოკლედ გამოიყენო საშენოდ, ხომ? ვიღაცეები, ვინც აი მაგალითად ითხოვდნენ ოჯახის წევრები, რომ ერთი სასჯელახსოვრების დაწესებულებიდან მეორეში გადაიყვანო და ეს უკვე ეს წერილი გაქვს და ამას გაუკეთებ და ის ხმას მოგცემს, ხომ? ანუ ძალიან ბევრი რაღაც ხდებოდა, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია, აი ძალიან სენსიტიური ინფორმაცია ადამიანებს და შემდეგ ამის შეგროვება მათ დაიწყეს არჩევნებამდე ძალიან ბევრი თვით ადრე. ანუ რეალურად ქონდათ მთლიანად მონაცემთა ბაზა, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა უწყებების გამოყენებით, ხო, ზოგი პოლიციის, ზოგი რაღაცა იუსტიციის სამინისტროსია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აი რაღაცა ჯანდაცვის სამინისტრო და ასე შემდეგ, შემდეგ შეძლებდნენ აი ამ ხალხის გამოყენებას სათავისოდ და ეს არის, რა თქმა უნდა, ეს იყო პრობლემა. ამას რა თქმა უნდა ველოდით, იმიტომ რომ 2020 წელსაც იგივე მოხდა და ამაზე ანგარიშებიც ჰქონდა და შესაბამისად ამას ველოდებოდით, რომ აი ესეთი ზეწოლა პერსონალური იქნებოდა კონკრეტულ ჯგუფებზე, რომლებიც შემდეგ გაყალბებაშიც ჩაერთვებოდნენ, ან მათ მისცემდნენ ხმას, ხო? იგივე პასპორტების და პირადობის მოწმობების წართმევა და ასე შემდეგ. ეს ამაზე ყველაფერზე იყო საუბარი, მაგრამ რაც მოხდა ამ არჩევნების დროს და უნდა ითქვას, რომ ეს არჩევნები არ გაუყალბებია მანქანებს. ეს არჩევნები გააყალბეს ადამიანებმა. მანქანაში პრობლემა არ იყო, ანუ მათ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ის ბიულეტენი ჩაშვებულიყო მაგრამ მთელი სქემა მუშაობდა იმ მანქანამდე, სანამ მივიდოდა ადამიანი, ხო? იმ სხვის პირადობის მოწმობას იყენებდა, სხვისი პირადობის მოწმობის ნომრებს იყენებდა და ასე შემდეგ. ამაზე ამ ადამიანებზე ინფორმაცია ცესკოს მონაწილეობით ჰქონდათ მართლ პარტიას და ასე შემდეგ, ხო? ანუ რეალურად აი ეს რომ ესენი ასეთი სახით სხვის პირადობის მოწმობების და იმ ადამიანების სიების манипуляციას რომ გააკეთებენ, რომელიც არ გამოჩნდებოდნენ საარჩევნო უბანზე, ხომ? ეს იყო რაღაც ახალი ინოვაცია, მაგრამ ამის გარდა იყო ძალიან ბევრი სხვა რამეც, ხო? მე მგონია რომ საუბარი იყო ამაზე, უბრალოდ იყო საუბარი ასევე იმაზე,
რომ ადამიანებს ქონოდათ სურვილი რომ ვისულიყვნენ და არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა. იმიტომ რომ შე რო ბევრი გეყვირა და გელაპარაკა მხოლოდ იმაზე, ხო, მხოლოდ გაყალბებაზე. გაყალბებაზე, ხო ადამიანი იტყოდა რომ იცი რა არის, აზრი არ აქვს, ახლა მე რო იქ მივიდი, მაგრამ ალბათ ხა ნუ ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ ანგარიშებსაც და ყველაფერსაც ვდებდით ამაზე, ალბათ ჩვენ ყველას უფრო მეტი უნდა გველაპარაკა იმ გეგმაზე, რაც შეიძლება გქონოდა გაყალბების შემდეგ, იმიტომ რომ სინამდვილეში არავის არ ქონდა განცდა იმისა, რომ კარგ არჩევნებს ჩაატარებდნენ, ხო? ჩვენ ყველანი ვემზადებოდით ბრძოლისთვის, ყველანი ხა ნუ მე შემიძლია ვილაპარაკო სადამკვირვებლო მისიები, ხო? ანუ ყველამ ვიცოდით, რომ უნდა წავსულიყავით, ბოლომდე უნდა დაგვეცვა ხმები და იცით, ხო? 100-მდე ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენ დამკვირვებლებს და ევაკუაციას ვაორგანიზებდით ხოლმე საარჩევნო უბნებში, ისეთ დღეში იყვნენ, ანუ ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს რა. ამიტომ და ამისთვის ხალხი მზად იყო. ანუ კი არ წუწუნდებდა რომ წამიყვანენ თუ კი არ ეკავდნენ, ანუ იქ იყვნენ უბრალოდ უკვე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იყვნენ რა. მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ ალბათ უნდა და ალბათ რა ვიცი ყველა ჯგუფს ერთად, იმიტომ რომ ეს არ იყო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიზანი, ხო? ანუ ჩვენ ვაკვირდებით არჩევნებს, ხოლმე იმის შემდეგ რაღაცა მიტინგს მოვაწყობ თუ რაღაცა სხვას ვიზამ, ეს ჩვენ ანუ ჩვენი საქმე ნაკლებად იყო იმ მომენტში, იმიტომ რომ მე სასამართლოში მივდიოდით, არჩევნების ანუ დათვლის პროცედურას უყურებდით და ასე შემდეგ, ხო ბოლომდე ხომ მიიყვანო ეს საქმე, მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ ყველანი არ საუბრობდით ბევრს იმაზე, რომ აი რო გაყალბდება, მე რას ვშვებით, იმიტომ რომ ხო მოლოდინი გაყალბების იყო და არჩევნები შე რო თქვი რომ არჩევნებით წასვლა, ანუ საბოლოოდ არჩევნებით უნდა წავიხლა 2003 წელი რო ახსენე, ის კი გაყალბდა ის არჩევნები, მაგრამ ხო ისევ არჩევნები ჩატარდა და ხო ისა, ხო, ანუ არჩევნებით მიდის ბოლო-ბოლო, იმიტომ რომ რაღაცა იურიდიული და სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს, ახლაც ხო ახალ არჩევნებს ვითხოვთ, რომ ისევ იმ არჩევნებით რაღაცა შეიცვალოს. ამიტომ მე მგონია რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო და დღეს ახლა ამას რო უყურებ, ანუ ადამიანებში ახლა მეორე დღეს არჩევნების მეორე დღეს ძალიან დიდი შოკი იყო და ეს არის ნორმალური. იმიტომ რომ ყველა ამ სქემას თუ ესე რომ ამას რო ამუშავებდნენ, ხომ? აი ასეთის, ანუ კი მეთოდები ვიცოდით, მაგრამ მასშტაბთან გამკლავება გაუჭირდა ბევრს, ხო? იმიტომ რომ თვითონ აქეთ მხარეს იქით არის იმათ მილიარდები აქვს და აქეთ ჩვენ რესურსი იმდენი არ გვაქვს. ამიტომ თვითგვემით, მოკლედ, დაკავებას აზრი არ აქვს, მაგის თქმა მინდა. და წინ უნდა ვიყუროთ და წინ ეს ამას შევხედოთ როგორც გამოცდილება, ძალიან სამწუხარო, მაგრამ ამას ახლა ვერაფერს ვერ უზამთ. ამას ვერაფერს ვერ უზამთ და კი, სწორი თქვით, რომ აი ამ არჩევნებით წავა საბოლოოდ, მაგრამ ეს ახალი არჩევნები, ახალი ცესკოთი უნდა ჩატარდეს და ახალი სხვა ადმინისტრაციის ტექნიკურმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს. ამათმა რაც არ უნდა არჩევნები ჩაატარონ, გინც არავინ ხმა არ მისცეს, დაიწერენ, რასაც უნდა, რაც გამოვლინდა ამ არჩევნებზე. ჩვენი გადაცემის ხა ნამდვილად საბოლოო შეკითხვა. სად ხედავთ საქართველოს 10 წელიწადში? ნუ მე მგონია რომ ჩვენ რამდენიმე ეხლა ვერ გიპასუხებ, რამდენიმე თვეში ალბათ მექნება ზუსტი პასუხი. დღეს ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, იმიტომ რომ მე მგონია რომ დღეს საქართველოს ყავს ძალიან ბევრი მეგობარი და ზუსტად აი იმ ხალხს, რომელიც ამდენ ხანია დგას ქუჩაში, აი მათ კონკრეტულად აი ამ ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომელიც არ ვიღლებით, რომლებიც ვიბრძვით, რომლებიც ერთმანეთს გვერდში უდგავართ, ვიცავთ ერთმანეთს, ხო, ვიცით ძალიან რთულია ეს ყველაფერი და ძალიან რთულ გზას გავდივართ. ჩვენ ყავს ძალიან ბევრი მეგობარი ამერიკაშიც, ევროპაშიც, ჩვენი ბრძოლით არიან აღფრთოვანებულები და მე მგონია რომ ძალიან დიდი შანსები გვაქვს რომ ეს ბრძოლა დავასრულოთ გამარჯვებით, ჯერა უბრალოდ ამ გამარჯვებას, სხვა შემთხვევაში ხარ უარ გჯეროდეს გამარჯვების, უარ იქნები ესეთი აქტიური. ამიტომ მაინც მგონია ევროპის ნაწილი, ევროკავშირის ნაწილი და მგონია რომ აი 10 წელიწადში ალბათ რაღაცა ისეთებზე ვილაპარაკებთ, რაღაცა ისეთ თემებზე, რომელიც ალბათ შეიძლება მე გამეცინოს და გამახსენდეს, რაზე ვლაპარაკობდი იქამდე. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არის დიდი შანსი იმისა, რომ ასევე
რომ თუ ჩვენ არ გავერთიანდებით და თუ ჩვენ არ მოვინდომებთ, ხომ ჩვენი ქვეყანა დადგეს დიდი განსაცდელის წინაშე. ესეც ასეა. ამიტომ ჩვენც უნდა მოვინდომოთ, ჩვენს ხელშია და მთავარი არის ალბათ რომ არ დაგვაუწყდეს რისთვის ვიბრძვით. დანარჩენ სხვას, იმ კამათს, იმ დაპირისპირებას, იმ რაღაცა უსიამოვნო, რა ვიცი, არგუმენტების გაცვლას აზრი არ აქვს. არავის არ უნდა დავაყოფინოთ თავი, უნდა ვიყოთ ერთად, უნდა ვიმუშაოთ ერთად, უნდა ვიბრძოლოთ ერთად და შემდეგ უკვე ამ ბრძოლას რო გავიმარჯვოთ, მერე ვარჩიოთ ერთმანეთში საქმე. აი ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ.